14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, როდესაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც მოსახლეობამ საპროტესტო აქციით უპასუხა. მთავრობა იძულებული გახდა ქართული სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა. თარიღთან დაკავშირებით სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ენის სწავლების მეთოდიკაზე ისაუბრეს და წიგნების ქართულად ხსნილად უბნობდისა და სტილისტიკის განხილვა მოეწყო. დღეს ჩვენს უნივერსიტეტში იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც იქნება მიძღვნილი დედაენის დღისადმი. ჩვენ უნდა უანგაროდ დავიცვათ და ვიზრუნოთ საკუთარ დედაენაზე, მშობლიურ ენაზე, ამასთან უნდა დავსწინო ის, რომ სანამ ჩვენ ქართულად მეტყვრებთ და სანამ ლოცვა აღესრულება ქართულად, მანამდე არა მხოლოდ დედაენას, არამედ ქართველ ერს და საქართველოს გადაშენების საფრთხე არ ემუქრება.